სალამ ალეიქუმ, გთხოვთ ისაუბროთ და განმარტოთ რას ნიშნავს წერტილ G და მსგავსი სხვადასხვა მიმდევრობები მადლობა წინასწარ. ანუ ეს შეგნებულად აქ ღიად უწერია კითხვის ავტორს, მაგრამ მე შეგნებულად არ ვკითხულობ და ვინც ჩემთან დადის ლექციებზე, მათ იცის, რომ არ უნდა დავასახელოთ კონკრეტული ჯგუფი ან კონკრეტული პიროვნებები. უნდა ვისაუბროთ კონკრეტულ საკითხზე, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს. აქ კითხვის ავტორი გვეკითხება სხვადასხვა საზოგადოებებზე გაერთიანებებზე, რომლებიც ბოლოში თურქული სუფიქსი G-ით მთავრდება. ამის G, იმის G და სხვადასხვა ჯგუფები, ჯემაღეთები ხომ არსებობს. არსებობს სხვადასხვა ჯემაღეთები, რომლებიც თავიანთი შეხედულებიდან, თავიანთი მათ რაც სწორად და მართებულად მიაჩნიათ, იქიდან გამომდინარე ცდილობენ ისლამის სასარგებლოდ რაღაც გააკეთონ. იყვნენ სხვადასხვა პიროვნებები, რომლებსაც ჰყავდათ მოსწავლეები, ასწავლიდნენ ყურანს, ისლამს და ასე შემდეგ. შემდგომ მისმა მოსწავლეებმაც იგივე საქმე გააგრძელეს, იმათ კიდევ სხვა მოსწავლეები გაუჩნდნენ და ასეთნაირად გაფართოვდა სხვადასხვა წრე და იმ ვინც რომ დაიწყო პირველად ეს საქმე, ამ საზოგადოებას ამ წრეს სწორედ იმის სახელით მოხსენება დაუწყეს და ამის ჯები და იმის ჯები. ნახეთ, პრობლემა რაშია? პრობლემა იმაში არ არის, რომ თქვათ რაღაც საზოგადოება გაერთიანდეს და ისლამს ემსახუროს. ამ გაერთიანების ქვეშ, ამ გაერთიანების სახელის ქვეშ ისლამს ემსახუროს და A ჯემაღეთი, B ჯემაღეთი ერქვას მას სახელად და თქვათ რაღაც გარკვეული მიზნები ჰქონდეთ, რომ თქვათ ახალგაზრდებს ასწავლონ ყურანი, მეორე გაერთიანება, მეორე ჯემაღეთმა თქვას, რომ ჩვენ ვასწავლოთ სუნნეთი. მაშინ პრობლემა არ არის. ეს ურთიერთდახმარება, ურთიერთხელშეწყობა არის, რომ თქვათ ისლამთან დაკავშირებული რაღაც საქმე წინ წაიწიოს. მაგრამ პრობლემა იწყება იქ, სადაც ამ გაერთიანების, ამ ჯემაღეთის ინტერესები ისლამზე წინ დადგება. ამ ჯემაღეთის ირგვლივ გაერთიანებულთა ძმობა უმმეთის ძმობაზე წინ დადგება. შენ თუ ჩვენი ჯემაღეთის წევრი ხარ, შენ აი მუსლიმანი ხარ, ის არ არის ჩვენი ჯემაღეთის წევრი, ის მუსლიმანია, მაგრამ ჩვენ რომ ვართ იმფერი ვერ არის. შენ თუ ჩვენი ჯემაღეთის წევრი ხარ, შენ დაგეხმარები, ხელს შეგიწყობ, ყველაფერი, მაგრამ ის არ არის ჩვენი ჯემაღეთის წევრი, იმას არ ჭირდება დახმარება. შენ თუ ჩვენი ჯემაღეთის წევრი ხარ, შენთან მოვალ, შენთან ვიმეგობრებ, მაგრამ ის არ არის ეს არის პრობლემა. ეს არის პრობლემა, ეს არის დაყოფა, უმმეთის დაყოფა. და ცდილობენ ახალგაზრდებიც სწორედ ასეთნაირად აღზარდონ, რომელიც რომ უმმეთს კი არ მიემსახურება, იმ ვიწრო ჯემაღეთს მიემსახურება, იმ ჯემაღეთის ინტერესებს მოემსახურება. აი პრობლემა ამაში. იმიტომ რომ ჩვენ ალლაჰმა ყველა მუსლიმები ძმებად დაგვასახელა. მას არ უთქვამს, რომ ამ ჯემაღეთის იმ წევრები მათში ერთმანეთში ძმები არიან, იმ ჯემაღეთის წევრები ერთმანეთში ძმები არა. აფრიკაში რომ მუსლიმანია, ისიც შენი ძმა არის. იმას რომ თქვა, შენც თქვი. და აგერ შენს გვერდით რომ არის, ისიც. და ყველა ინნამალ მუმინუნა იხვა. ალლაჰ იზანებს. უეჭველად მორწმუნეები ძმები არიან. სწორედ გაერთიანებები თუ ისლამს და უმმეთის ინტერესებს ემსახურება, მაგაზე კაირა იქნება. მაგრამ როცა ასეთი რაღაცაები დაიწყება, ერთმანეთის გარჩევა დაიწყება, ან ერთმანეთის გარიყვა დაიწყება, რომ შეიტანის არ არის აუცილებელი სახელებით მოხსენება. ვისაუბროთ ზოგადად და შევეხოთ პრობლემას.
და არა პიროვნები.